იტალიის სენატში პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის მზია ამაღლობელისა და აქტივისტ ნინო დათაშვილის მდგომარეობა განიხილეს 4 აგვისტოს სიტყვით გამოსვლისას იტალიელმა სენატორმა მარკო ლომბარდომ დათაშვილსა და ამაღლობელს პოლიტიკური პატიმრები უწოდა. ქართული ოცნება კი რეჟიმად მოიხსენია. მან სენატის წევრებს სასამართლოში მზია ამაღლობელის მიერ წარმოთქმული სიტყვა წაუკითხა და თქვა, რომ ჟურნალისტ ცილის გაწვნის გამო 7 წელი ემუქრება. ლომბარდომ ყურადღება მიაქცია იმ ფაქტსაც, რომ ამაღლობელს საპროცესო შეთანხმება შეეძლო, თუმცა პრინციპულად უარი თქვა. რაც შეეხება დათაშვილს, სენატორმა პედაგოგისთვის იძულებით დანიშნული ფსიქიკური ექსპერტიზის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ფსიქიკურ ჯანმრთელობას, როგორც პოლიტიკური ზეწოლის იარაღს რეჟიმები იყენებენ. Vorrei portare all'attenzione del Senato il caso della giornalista georgiana. მზია ამაღლობელს ცილის გაწვნის გამო 7 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მას საპროცესო გარიგება შესთავაზეს, შეეძლო დათანხმებოდა და გათავისუფლებულიყო, მაგრამ მან თქვა, რომ ეს მისთვის ცოცხლად დამარხვა იქნებოდა. მინდა მოვიტანო მზიას მიერ სასამართლოში წარმოთქმული სიტყვები, რომელშიც გამბედაობა ჩანს. თქვენი სოლიდარობის წყალობით გადავრჩი. ნუ დაკარგავთ თქვენი შესაძლებლობის რწმენას, რომ ჯერ კიდევ არის ბრძოლა გამარჯვებამდე. ნუ დაკარგავთ იმედს, ჯერა იმის, რომ როგორი მტრული და საფრთხის შემცველი გარემოც არ უნდა გქონდეთ, თქვენი ყველა ნაბიჯი იქნება ღირსეული, აზრის, სიტყვის, თავისუფლების დაცვისკენ მიმართული. მიმეორებ, მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ნინო დათაშვილი კი პედაგოგი ქალი შესაძლოა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანონ ფსიქიკური არასტაბილურობის მოტივით, მაგრამ მისი გონება ნათელია, თავისუფალია, დამოუკიდებელია. მის ხმას ემოცია არღვევს, მაგრამ მისი ზურგი არ ტყდება და მისი სული არ იჩოქებს უსამართლობის წინაშე. ფსიქიკური ჯანმრთელობის გამოყენება პოლიტიკური დევნის იარაღად ეს ტიპიური ხერხია ავტორიტარული რეჟიმებისთვის. მზია ამაღლობელი და ნინო დათაშვილი არ არიან დამნაშავენი. ისინი პოლიტპატიმრები არიან. ქართული ოცნება არ არის ლეგიტიმური მთავრობა. ეს არის რეჟიმი. საუბრის დასასრულს ლომბარდომ სენატს მიმართა და თქვა, რომ იტალიამ ქართველი ხალხი რუსეთის ხელში არ უნდა დატოვოს. Concludo, Presidente. დასასრულს ქალბატონო თავმჯდომარე, როდესაც ამ მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენელი გვეუბნება, რომ შეხვდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, იმიტომ რომ არ შეიძლება საქართველოს მთავრობა შევატოვოთ რუსეთის ხელში. მიჩნდება ფიქრი, რომ იტალიის ამოცანა, ჩვენი მთავრობის ამოცანა, ჩვენი მორალური ვალდებულება უნდა იყოს არა ქართული მთავრობის, არამედ ქართველი ხალხის არ მიტოვება რუსეთის ხელში. ეს ახალგაზრდები მხოლოდ დემოკრატიას, თავისუფლებას და მშვიდობას ითხოვენ. ჩვენი ამოცანა კი არის ვუთხრათ მათ, იყავით ძლიერები, რადგან თქვენ მარტო არ ხართ.